მოდით, ჩავსვათ ბავშვის ინგშაკში. ნამოტკა, რომელსაც ახლა გაჩვენებ, ეწოდება ჯვარი ჯიბეზე. ეს ნამოტკა განკუთვნილია ნაკსოვი შართისთვის და არა ტრიკოტაჟისთვის. მათი განსხვავების შესახებ წინა გაკვეთილში მოისმინე. ნამოტკა ჯვარი ჯიბეზე ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალურია. მასში შეგიძლია როგორც ახალშობილი, ასევე ორწლიანი ბავშვიც ჩასვა. ნამოტკის განმავლობაში ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში შარფი არ უნდა გადაიხვიოს და მეორეც ის თანაბრად უნდა იყოს დაჭიმული მთელ სიგანეზე. გაითვალისწინე, ბავშვის ფეხებს ჩემს ხელით ვატარებ და არა ჯიბის ქსოვილით ვიჭერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯიბეს ვასწორებ ბავშვის მხრებამდე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტა დამატებითი ქსოვილი გამოიწიო, რომელშიც თავისთვის საყრდენი ბალიში გააკეთო. დავიწყებთ ქვედა ტილოს დაჭიმვას, რომელიც შენს სხეულთან ახლოსაა და აუცილებლად ზოლების მიხედვით დავჭიმოთ. სლინგის მთავარი უპირატესობა სხვა ნებისმიერი გადამტანის მიმართ სწორედ ისაა, რომ ის წერტილოვნად იჭიმება, ანუ ზუსტად იქ, სადაც მოდუნებაა. ჩვენ გონებაში ვყოფთ გადახვევას სიგანეზე სამ ნაწილად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალ გევჭიმოთ. ტილოს გადავაჯვარედინებთ ბავშვის საჯდომის ქვეშ და მის ფეხებსა და შენს სხეულს შორის, შემდეგ კი შეკრულებს უკან გადავიყვანთ. იქ ვუკრავთ კვანძს, აუცილებლად ორმაგი უნდა იყოს. ახლა გაჩვენებ, როგორ უნდა მოხსნა გადახვევა და სასიამოვნო სლინგით ტარებას კი სურვებ.